მათ სხეულში დანები და გიგანტური ნემსებიც კი გადიოდა, ჭრილობები სისხლდენისან ტკივილის გარეშე. სამედიცინო საზოგადოება, რომელიც თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი, გაოცებული დარჩა დეჯოს შესაძლებლობებით. მას ჩაუტარდა რენტგენოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევები. იმ დროს, როცა საგნები მის სხეულში გადაადგილდებოდა, რაც ადასტურებდა, რომ მის ნომრებში არ იყო არც ერთი ილუზია და არც ხრიკი. მირინ დეჯო დარჩა როგორც იდუმალი და ამოუხსნელი ფიგურა, ადამიანი, რომელმაც შესაძლებლობების ზღვარი გადალახა და დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე აღძრავს ცნობის მოყვარეობას და აღფრთოვანებას. ალბათ საინტერესო დასაწყისია. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ ადამიანებს, რომლებიც სრულად შეცვლიან თქვენს წარმოდგენას წარსულზე. მაშასე, დავიწყოთ. ეკი, ნახევარი ადამიანი. ჯონ ეკი, რომელიც 1911 წელს მერილენდში, ბალტიმორში დაიბადა, მსახიობი და საშინელებათა ჟანრის არტისტი იყო, რომელიც დაბადებიდან ტანის ქვედა ნახევრის გარეშე ცხოვრობდა. მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, ჯონიმ არ მისცა თავისუფლება ეს შეზღუდვა მისი ცხოვრების დაბრკოლება გამხდარიყო. ის გახდა ცნობილი შემსრულებელი, რომელიც თავისი აკრობატული ნიჭითა და სცენური ხიბლით უამრავ ადამიანს იზიდავდა. ჯონი ასევე იყო ნიჭიერი მხატვარი, მუსიკოსი და კინორეჟისორი. მისი ცნობადობა განსაკუთრებით გაიზარდა 1932 წელს ფილმ მახინჯებში მონაწილეობით, სადაც თავისი უნარები ყველას წარუდგინა და დაამტკიცა, რომ მხოლოდ განსაკუთრებული გარეგნობა არ განსაზღვრავდა მის პიროვნებას. მან საზოგადოებას დაანახა, რომ განსხვავებულობა არ ნიშნავს ნაკლს და შთააგონა ყველა, რომ ცხოვრებაში არასდროს დაეხიათ უკან. ჯონი ეკი დარჩა როგორც კურიოზების შოუების ლეგენდა, სიმტკიცისა და ნიჭის ნამდვილი მაგალითი. მარტინ ლორელო, ბუკაცი. მარტინი ფლობდა წარმოუდგენელ და უნიკალურ უნარს. მას შეეძლო თავი 180 გრადუსით დაეტრიალებინა. ეს იშვიათი და საოცარი შესაძლებლობა იყო, რაც საშუალებას აძლევდა პირდაპირ უკან შეეხედა სხეულის გატრიალების გარეშე. ლორელო მაყურებელს აოცებდა და არღვევდა მათი რეალობის საზღვრებს თავისი უნიკალურობით. ეს არ იყო უბრალოდ ილუზია. წლების მანძილზე უამრავი ვარჯიშისა და ფიზიოლოგიური განსაკუთრებულობის შედეგი იყო, რაც საშუალებას აძლევდა ზურგის მალები დაუზიანებლად ემოძრავა. ის გამოდიოდა ცირკებსა და შოუებში, სადაც ყურადღების ცენტრში ხვდებოდა. ის გერმანიაში დაიბადა და მოგვიანებით ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მაყურებლების გაოცება განაგრძო. ის დარჩა ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და გამორჩეულ ფიგურად კურიოზების სამყაროში, სიმტკიცისა და ადამიანური ფენომენის სიმბოლო. ალის ელიზაბეთ დოგერტი, მაქცია გოგონა. ალის ელიზაბეთ დოგერტი, რომელსაც მაქცია გოგონას უწოდებდნენ, 1887 წლის 14 მარტს დაიბადა მინეაპოლისში, მინესოტაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ისტორია ისეთივე იშვიათია, როგორც თავად მისი მდგომარეობა. ალისი დაიბადა გენეტიკური ანომალიით, რომელსაც ერქვა ჰიპერტრიქოს ლანუგინოზა, რაც იწვევს თხელი რბილით მის გაჩენას მთელ სხეულზე. ბავშვობიდანვე ალისი ყველა გარშემომყოფის ყურადღებას იპყრობდა და მისი მშობლები დათანხმდნენ, რომ ის კურიოზების შოუში ეჩვენებინათ. მიუხედავად ამ გამოჩენისა, ალისმა იცხოვრა შედარებით ჩვეულებრივად, ოჯახური სიყვარულის და ზრუნვის გარემოცვაში. მისი გარეგნული განსხვავებულობა პოპულარულად აქცევდა მას ცირკებში, სადაც ის მაქცია გოგონას სახელით იყო წარმოდგენილი. თუმცა ალისი მეხსიერებაში დარჩა არა მხოლოდ როგორც იშვიათი დაავადებით, არამედ ღირებულებებით, რითაც ცხოვრობდა. განსხვავებულობა გადააქცია თავისი ოჯახის მხარდაჭერის და მაყურებლების მოხიბლის საშუალებად. მაილდ კორბინი, 4ფეხა გოგონა ტეხასიდან. კორბინი დაიბადა 1868 წელს. ის 13 წლის ასაკში შეუერთდა კურიოზების შოუების სცენას და ცნობილი გახდა როგორც 4ფეხა გოგონა ტეხასიდან. იგი დაიბადა იშვიათი მდგომარეობით, სახელად დიპი გუსი, რაც ნიშნავდა იმას, რომ მას დამატებით პატარა ფეხის წყვილი ჰქონდა, მუცლად ყოფნისას და უმთავრებლად განუვითარებელი პარაზიტული ტყუპის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ მაილდ ტენისში დაიბადა, ცხოვრების უმეტესობა ტეხასში გაატარა, სადაც ცირკებში გამოდიოდა. მან იცხოვრა საკმაოდ დიდხანს იმ ეპოქისთვის და 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰასკუალ პინიონი, ორთავიანი მექსიკელი. ჰასკუალ პინიონი, ცნობილი როგორც ორთავიანი მექსიკელი, იყო მექსიკელი რკინიგზის მუშა, რომელიც კურიოზების შოუს პრომოუტერმა შენიშნა. საზოგადოებაში ვიზუალური ეფექტისა და ინტერესის გასაძლიერებლად მას დამზადებული ჰქონდა სახის პროთეზი, რომელიც მეორე სახეს ჰგავდა, თვალებით, ცხვირთა და პირით. მიუხედავად იმისა, რომ ეს შოუები სარგებლობდნენ მისი მდგომარეობით, პინიონმა მოახერხა თავისი ოჯახის შენახვა მიღებული შემოსავლით. მან იმოგზაურა მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში და წარმოდგენები უამრავ ადამიანს აჩვენა. ჰასკუალ პინიონი დარჩა როგორც ტრაგიკული, თუმცა საინტერესო ფიგურა დროის ცირკების ისტორიაში.
პოლინ მუსტერსი, მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალი. პოლინ მუსტერსი დაიბადა ნიდერლანდებში 1876 წელს. თავისი მოკლე სიცოცხლის განმავლობაში, რომელიც 1895 წლამდე გაგრძელდა, მან მაქსიმუმ 58 სანტიმეტრის სიმაღლეს მიაღწია. ფაქტმა, რომელმაც ის გლობალურ ცნობადობამდე აიყვანა. მისი პატარა სხეული მას კურიოზების შოუების ვარსკვლავად აქცევდა. პოლინმა იმოგზაურა მთელს მსოფლიოში და მის დახტაცებული იყო მაყურებელი. ის საყვარელი ფიგურა იყო არა მხოლოდ სიმაღლის გამო, არამედ მისი შრომისა და ენერგიულობისთვის. პოლინი გვახსენდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი კურიოზების სამყაროში, ქალი, რომელმაც მცირე ზომა დიდ კარიერად გარდაქმნა. სამწუხაროდ ის გარდაიცვალა 1895 წელს, მხოლოდ 19 წლის ასაკში, პნევმონიით და მინინგიტით. პრინცი რანდიანი, ადამიანი გველი. გაუცდებით პრინცი რანდიანის ისტორიით. კაცის, რომელსაც ადამიანი გველი ერქვა. ის 1871 წელს ბრიტანულ გინეაში დაიბადა, თავიდანვე დიდი დაბრკოლებით, რადგან ხელებისა და ფეხების გარეშე მოევლინა ქვეყნიერებას. მაგრამ ეს არ იყო მისთვის შეჩერების მიზეზი. პრინცი რანდიანი საოცრად მოქნილი და ძლიერი იყო, მხოლოდ ტანითა და თავით გადაადგილდებოდა. მას შეეძლო სიგარეტის ჩამოტარება, მოკიდება და გაპარსვაც კი, მხოლოდ პირით. რანდიანი გახდა ვარსკვლავი კურიოზების შოუებში მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე. ის შეუერთდა ბარნუმის ცირკს და გველივით ცოცვით აოცებდა მაყურებელს. ის არ იყო მხოლოდ მსახიობი, ის იყო სიმბოლო სიძლიერისა და ნებისყოფის, რომელმაც დაამტკიცა, რომ ფიზიკური შეზღუდვები ადამიანს წარმატების მიღწევაში ვერ შეაფერხებს. ჩანგი და ენგ ბანკერი, პირველი ცნობილი სიამის ტყუპები. ჩანგი და ენგი დაიბადნენ 1811 წლის 11 მაისს ტაილანდის სამუთ სონგკრამში, მაშინდელ სიამში. ისინი გაერთიანებულნი იყვნენ მკერდის ქვედა ნაწილში და ღვიძლიც ერთმანეთთან შეერთებული ჰქონდათ. 1829 წელს ტყუპები გადავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და პოპულარობა მოიპოვეს ცირკებსა და ბაზრობებზე გამოსვლებით. მათ წარმოდგენებში სხვადასხვა ნომერი აჩვენეს, რაც ხაზს უსვამდა მათ უნიკალურ მდგომარეობას და საოცარ სინქრონულობას. როგორი იყვნენ ისინი ფიზიოლოგიურად შეერთებული მკერდის მიდამოში, ეს თავისთავად დიდ ინტერესს იწვევდა. იმის საჩვენებლად, რომ შეეძლოთ შედარებით ნორმალური ცხოვრება, ჩანგი და ენგი ერთად ასრულებდნენ ყოველდღიური საქმიანობის ნომრებს, დადიოდნენ, დარბოდნენ და უბრალოდ საქმეებს აკეთებდნენ, რაც ამტკიცებდა, რომ კოორდინაცია შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ სხეულით შეერთებულნი იყვნენ. ისინი არ გამოეყვნენ ერთმანეთს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა ეს არ ყოფილა მათთვის დაბრკოლება, სიყვარულის პოვნასა და ოჯახის შექმნაშიც კი. მათ დაამყარეს მსოფლიო რეკორდი. სიამის ტყუპებიდან ყველაზე მეტი შვილი, საერთო ჯამში 21 შვილი ეყოლათ. ჩანგი და ენგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობით ცნობილი სახეები გახდნენ და საკმაოდ დიდი ქონებაც დააგროვეს. ელასტიური ადამიანი. ფელიქს, რომელიც 1858 წელს დაიბადა ამერიკის შტატ უისკონსინში, ჯერ კიდევ ბავშვობაში მიხვდა, რომ საოცარი უნარი ჰქონდა. წარმოიდგინე, შეგიძლია შენი კანი ისე გაწელო, თითქოს ბამბის ზაღეჭი რეზინაა. სწორედ ეს შეეძლო ფელიქს, მაგრამ ეს კიდევ არ იყო ყველაზე საოცარი. მას ასევე შეეძლო კიდურები მთლიანად უკან გადაეხარა ისე, რომ არანაირი ტკივილი არ ეგრძნო. ეს თითქოს სუპერძალა იყო, რომელიც ანატომიის წესებს არ ღვევდა. ფელიქსმა თავისი ტალანტი შოუებად გარდაქმნა და მუზეუმებში, ცირკებსა და ბაზრობებში გამოდიოდა და მაყურებელს აოცებდა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ მას ჰქონდა ეჰელერს-დანლოსის სინდრომი, მდგომარეობა, რომელიც კანის გადაჭარბებულ ელასტიურობას და სახსრების სიხისტეს იწვევს. ფელიქსი დარჩა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა კურიოზების შოუებიდან. ადამიანი, რომელმაც თავისი იშვიათი მდგომარეობა საზოგადოებისთვის ადამიანის სხეულის უნარების წარმოსაჩენს საშუალებად აქცია. შლიცი, ფილმის ვარსკვლავი. შლიცი, რომელიც 1901 წელს დაიბადა, ცნობილი გახდა თავისი მდგომარეობით, მიკროცეფალიით, რაც გამოიხატებოდა პატარა თავით და გარკვეული ინტელექტუალური სირთულეებით, თუმცა ამ ყველაფერმა ვერ შეაჩერა შლიცი სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე. იგი ბუნებრივი შოუმენი იყო და თავისი ადგილიც მოძებნა კურიოზების სამყაროში. შლიცი თავისი სიცილით და ბავშვურად ლაღი პიროვნებით მყისიერად იქცა ფავორიტად. მღეროდა, ცეკვავდა, ხუმრობდა და აუდიტორია მის შარმს ვერ უძლებდა. მისი პოპულარობა გაორმაგდა 1932 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ცნობილ ფილმში მახინჯები, სადაც თავის თავს თამაშობდა. შლიციმ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ განსხვავებულობა უნდა მიიღონ და მასში უნდა დავინახოთ ადამიანის სული. გენერალი ტომ თამბი, პატარა ადამიანი დიდი ტალანტით. გენერალი ტომ თამბი, რომლის ნამდვილი სახელიც იყო ჩარლზ ტარტონი, დაიბადა 1838 წელს და მხოლოდ 63 სანტიმეტრის სიმაღლეს აღწევდა.
ის ბრაუნმა აღმოაჩინა 4 წლის ასაკში და მალევე იგი ბრაუნის ამერიკულ მუზეუმში ნიუ-იორკში მთავარი ვარსკვლავი გახდა, მაგრამ ტომი არ იყო მხოლოდ სიმაღლეში პატარა. აქ არ მთავრდებოდა მისი უნარები. მას შეეძლო სიმღერა, ცეკვა, დრამატული თამაში და ისტორიული პირების იმიტირებაც კი. ის იყო ნამდვილი შოუ ერთ ადამიანში. ტომ-თაბმა თავისი შოუ ევროპაში წაიღო, სადაც სამეფო ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ შორის დედოფალ ვიქტორიაც კი გააოცა. იგი სახალხო გმირი გახდა. მის სახეს ბარათებსა და ჭურჭელზეც კი ბეჭდავდნენ. ტომ-თაბმა დაამტკიცა, რომ ნიშისა და ხიბლის წინაშე სიმაღლეს მნიშვნელობა არ აქვს. იგი დარჩა მე-19 საუკუნის შოუ ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ფიგურად. ედვარდ მორდრეიკი, ადამიანი ორი სახით. ედვარდ მორდრეიკი, რომელიც ინგლისის დიდგვაროვან ოჯახში მე-19 საუკუნეში დაიბადა, ცხოვრობდა საშინელი წყევლით. მას თხემზე მეორე სახე ჰქონდა. დიახ, სწორად გაიგეთ, სახე, რომელიც როგორც ამბობენ, ღამით ეჩურჩულებოდა, უწმინდურ და შემაშინებელ სიტყვებს ეუბნებოდა. მორდრეიკი სასწავლკვეთილი ცდილობდა ექიმების და სასულიერო პირების დახმარებით ამ ტვირთისგან გათავისუფლებას, მაგრამ ვერავინ შეძლო მისთვის დახმარების აღმოჩენა. საბოლოოდ ედვარდი დეპრესიაში ჩავარდა და ჭკუიდან შეიშალა. როგორც ამბობენ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ედვარდ მორდრეიკის ლეგენდა დღემდე ცოცხლობს, როგორც შემზარავი ამბავი, რომელიც მედიცინისა და ადამიანური ფანტაზიის ფარგლებს ცდება. მიუხედავად ამისა, ედვარდ მორდრეიკის ისტორია ითვლება ურბანულ ლეგენდად, რადგან მის არსებობას არც ერთი ისტორიული ან სამედიცინო დოკუმენტი არ ადასტურებს. კუკუ, ჩიტის თავა გოგონა. კუკუ, რომელიც 1880 წელს ჯორჯიაში დაიბადა, იშვიათი მდგომარეობით ცხოვრობდა. მას ჰქონდა ეგრეთ წოდებული ვირხოვ-სეკელის სინდრომი, ცნობილი როგორც ჩიტის თავა ჯუჯობა. ამ სინდრომმა მისცა მას უნიკალური გარეგნობა, პატარა თავი, ნისკარტის მსგავსი ცხვირი და ჩაწეული ყბა. თუმცა კუკუ დიდი ვარსკვლავი იყო. სცენაზე მისი მხიარული ხმა და ხიბლი მაყურებელს აღაფრთოვანებდა. სადაც არ უნდა წასულიყო, იგი მთავარი განხილვის საგანი იყო. ის წარმოდგენებში ხშირად ჩიტის კოსტიუმით გამოდიოდა ბუმბულებით და გვირგვინით, რომელსაც ფრთის მსგავსი ნაფარიც ჰქონდა. იგი ცეკვავდა უცნაურად და მოძრაობდა ჩიტის მანერებით, ხელებს იქნევდა ფრთებივით. კუკუ მონაწილეობდა კურიოზების შოუებში და ცირკებში, მათ შორის 1972 წლის ცნობილ ფილმში მახინჯები. ტოდ ბრაუნინგის რეჟისორობით, სადაც მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა. ფრანკ ლენტინი, სამფეხა ადამიანი. ფრანჩესკო ფრანკ ლენტინი, რომელიც 1899 წელს დაიბადა სიცილიაში, იტალიაში, იყო შემსრულებელი, რომელსაც იშვიათი დეფექტი ჰქონდა. მესამე ფეხი, რომელიც სხეულის მარჯვენა მხრიდან ამოდიოდა. ლენტინი მის განსხვავებულობა არა დაბრკოლებად, არამედ შესაძლებლობად აქცია, გასართობად სასწავლად და შთაგონებად. 8 წლის ასაკში ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონექტიკუტში გადავიდა, სადაც ფრანკი მალევე გახდა ცირკებისა და კარნავალების მთავარი ვარსკვლავი. ხუმრობით ამბობდა, რომ მას სხვებისგან განსხვავებით 15%-ით მეტი საჭმელი სჭირდებოდა, რომ მესამე ფეხიც გამოეკვება. თავის წარმოდგენებში ლენტინი ხტოდა თოკით, ურტყამდა ფეხბურთის ბურთს მესამე ფეხით და მაყურებელს აღაფრთოვანებდა. გარდა ამისა, ის მაყურებელს უზიარებდა თავის პირად ისტორიას, როგორ მიეჩვია ასეთ ცხოვრებას და როგორ იპოვა საკუთარი თავი. ელა ჰარპერი, გოგონა აკლემის მუხლებით. ელა ჰარპერი, რომელიც 1870 წელს დაიბადა, ცხოვრობდა იშვიათი ორთოპედიული მდგომარეობით, რაც იწვევს მუხლების უკუღმა მოხრას და ამით მას 4-ზე გადაადგილება უადვილდებოდა. ელა სწრაფადვე გახდა პოპულარული ცირკებსა და კურიოზების შოუებში 1880-იან წლებში. მან შოუების სამყაროში 9 წლის ასაკში დაიწყო მონაწილეობა. ის ნამდვილ სენსაციად იქცა. ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდა, რომ ეყურებინა ამ უნიკალური მოძრაობების მქონე გოგონასთვის, რომელსაც აკლემის მუხლიანი უწოდეს. მისი უნარების პოპულარიზაციისთვის გამოიყენებოდა პოსტერები და რეკლამები, რომლებშიც მას ბუნების საოცრებას უწოდებდნენ. მიუხედავად დიდი პოპულარობისა გასართობ სამყაროებში, ელამ 1886 წელს ცირკი დატოვა. განათლების მიღება და მშვიდი ცხოვრების ძიება არჩია. მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მწირია, თუმცა ჩანაწერები მიუთითებს, რომ ის დაქორწინდა და წყნარი ცხოვრებით ცხოვრობდა. ჯოუნსი, წვერიანი ქალი. ენი ჯოუნსი, რომელიც 1865 წელს ვირჯინიაში დაიბადა, ბავშვობიდანვე ავლენდა ჰიპერტრიქოზის ნიშნებს, მდგომარეობას, რომელიც იწვევს ჭარბთმიანობას. მისმა წვერმა უკვე 5 წლის ასაკში დაიწყო ზრდა. ენი აღმოაჩინა პიტი ბრაუნმა, იმ დროის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა შოუ პროდიუსერმა, რომელმაც ის თავის ცნობილ კურიოზების შოუში ჩართო ნიუ-იორკში. ენი მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი სფეროში, თავისი უნიკალური გარეგნობითა და მახვილგონივრული ხასიათით. საზოგადოება მას ხშირად იცნობდა როგორც წვერიან ქალს. პენი მილსი,
დიდი ტერფის მქონე ქალი. ფენი მილსი დაიბადა 1850-იან წლებში, ოჰაიოში. ის დაავადებული იყო მილროის დაავადებით, ლიმფადემის ერთ-ერთი თანდაყოლილი ფორმით, რომელიც იწვევს კიდურების ძლიერ შეშუპებას, განსაკუთრებით ფეხებსა და ტერფებში. ფენის ტერფები საოცარ ზომებს აღწევდა 50 სანტიმეტრის სიგრძეში და 20 სანტიმეტრის სიგანეში. მისი მდგომარეობა გახდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და ფენი მეს განსხვავებულ აქციას შემოსავლის წყაროდ. ის გამოდიოდა ცირკებსა და კურიოზების შოუებში. მოთხოვნა მისი გამოსვლებისადმი იმდენად გაიზარდა, რომ მან შეძლო მნიშვნელოვანი შემოსავალი მიეღო და ოჯახით შეენახა. ფენი გარდაიცვალა 1899 წელს 39 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არაა, თუმცა შესაძლებელია, რომ ლიმფადემამ ჯანმრთელობის გართულებები გამოიწვია. ჩვენ დღევანდელ ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. თუ კი მოგეწონა, მაშინ აუცილებლად გამოიწერე არხი. გაუზიარე ვიდეო მეგობრებს და დაელოდე სიახლეს. დროებით.